დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვიდრე დავიწყებთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას, გადაწყვეტილებების მიღებას, მინდა გამოვეხმაურო განვლილ მძიმე დღეებს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უსმენდეს ინტერესის ილია მეორის გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრო სრულიად საქართველოს. სულიერი მამის გარდაცვალების დღიდან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ რელიგიური თუ ეთნიკური შეხედულებებისა გამოიჩინა უდიდესი ერთსულოვნება, თანადგომა და პატივისცემა პატრიარქის მიმართ. 5 დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძრისკენ არ წყდებოდა მოქალაქეების რიგი, რომლებიც უკანასკნელ გზაზე პატივს მიაგებდნენ პატრიარქს. ხალხის ნაკადის გამო მოგვიწია ტაძრის მიმდებარე არაერთი ქუჩის ჩაკეტვა და აიგრძალა ავტომობილებით გადაადგილება. მიუხედავად ძალიან დიდი დისკომფორტისა, რაც გამოწვეული იყო ქუჩების გადაკეტვით, ჩვენ არ მიგვიღია არც ერთი შეტყობინება, რომელიც მოქალაქეთა უკმაყოფილებას გამოხატავდა. ქვეყანა იყო ერთიანი, მტკიცე და ძლიერი. მინდა გულწრფელი მადლობა გადაუხადო ჩვენს მოსახლეობას, გამორჩეული მოთმინებისთვის, სოლიდარობისთვის, ასევე პრემიერის სახელით, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობდა, მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტის მერიის ყველა იმ თანამშრომელს, ვინც აქტიურად იყო ჩართული საორგანიზაციო საკითხებში. მადლობა ეკუთვნით სხვადასხვა რელიგიებისა და კონფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იდგნენ ამ მძიმე წუთებში. გაიზიარეს ჩვენი საერთო ტკივილი და საზეიმო ღონისძიებებიც კი დააუქმეს. ჯერა რომ ჩვენი მოსახლეობა შეასრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ სიყვარულით, საკუთარ საქმეს გავაკეთებთ სიმშვიდით, აუღელებლად, ჩვენი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა იქნება ადამიანი, მისი ღირსება, პატივისცემა და თანადგომა. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას მოგილოცავთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, რომელიც არა მხოლოდ რელიგიური ეროვნული მნიშვნელობის დღესასწაულია. ძლიერი დამოუკიდებელი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერის გარანტია. გილოცავთ, ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის საკითხებს, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ჩვენს პროექტებთან დაკავშირებით, პროგრამებთან დაკავშირებით. მე დავიწყებ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით. თქვენ იცით, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი მიმართულება ბიუჯეტშიც, რა თქმა უნდა, ასახულია ეს ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჯერ კიდევ არსებობს ადამიანები, ოჯახები, ვისაც ჩვენი მხრიდან ჭირდება მხარდაჭერა, თანადგომა, შესაბამისად, ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა გვაქვს, რომელიც ხორციელდება ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით. თბილისის მერიამ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერას განაგრძობს და შესაბამის პროგრამაში მუდმივად ახორციელებს ცვლილებებს, რომ არ დაგვრჩეს ვინმე მხარდაჭერის გარეშე. სიახლე რა გვაქვს? მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია. აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში აპრილის თვიდან მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს. აპრილის თვიდან უკვე შესაძლებელი იქნება, რომ დამატებით დაფინანსება მივცეთ 300 ბავშვს და მოზარდს. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ შედგენილი კომპლექსური თერაპიის სეანსები აპრილიდან 2700 ბავშვს და მოზარდს დაუფინანსდება. პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 13 მილიონი ლარია
და ბავშვსა და მოზარდზე მორგებული ინდივიდუალური გეგმით არის განსაზღვრული. მინიმუმ 1 საათიანი 20 სეანსი ფინანსდება. თერაპიული სეანსები მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით ხორციელდება. რაც შეეხება სერვისის განმახორციელებელ დაწესებულებებს, პერიოდულად მათი რიცხვიც იზრდება, რაც ძალიან კარგია, მისასალმებელია და დღეისთვის პროგრამას 15 ცენტრი ემსახურება. აღსანიშნავია, რომ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის დაწყების დროისთვის პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი მხოლოდ 2 დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი შეადგენდა დაახლოებით 9 მილიონ ლარს. მას შემდეგ პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და შესაბამისად მეტი ბავშვის დაფინანსება ხდებოდა. შესაძლებელი ასევე მოიმატა ერთი ბენეფიციარის დაფინანსების ოდენობა. ესე იგი, პირველივე დღეებიდან დაახლოებით 9 მილიონი იყო ბიუჯეტი, როდესაც დაიწყეთ პროგრამის ამოქმედება და დღეს უკვე დაახლოებით 13 მილიონი ლარი იხარჯება, გვინდა რომ არ დაგვრჩეს არც ერთი ბავშვი, არც ერთი მოზარდი მხარდაჭერის და თანადგომის გარეშე. გარდა ამისა, მერიის პროგრამის ფარგლებში თერაპიული სეანსები თავიდან, როდესაც დაიწყეთ პროგრამის განხორციელება, 2-დან 14 წლის ასაკის ბავშვებს უფინანსდებოდათ მხოლოდ და დარგის სპეციალისტებთან და შესაბამისი ასოციაციის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და 2018 წლიდან პროგრამაში ჩართული მოზარდების ასაკი გაიზარდა და განისაზღვრა 18 წელი. ისე რომ ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროგრამა, რომელიც მუშაობს. რა თქმა უნდა, ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. და როგორც საუბრის დასაწყისში აღნიშნე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი მიზანი რა არის, რომ მშობლებს, დედებს, მამებს მაქსიმალურად შეგიმსუბუქოთ მდგომარეობა, დაგეხმაროთ, გვერდით დაგიდგეთ და ჩვენი მხრიდან გქონდეთ ყველანაირი მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება და პირველ რიგში ყველას მინდა ჯანმრთელობა უსურვო. მინდა შევეხო ერთ თემას, რომელიც ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი არის, თემა, რომელიც წლების განმავლობაში, ვიტყოდი 10 წლების განმავლობაში არავის არ ახსოვდა, არავის არაფერი არ გაუკეთებია აღნიშნული მიმართულებით, ეს არის კოოპერატიული ბინადმშენებლობით დაზარალებული ოჯახები. 2017 წელს, როდესაც ჩვენ ვატარებდით საარჩევნო კამპანიას, მაშინ დავპირდით ამ ადამიანებს, ამ ოჯახებს, რომ ყველანაირად გვერდით დაუდგებოდით, დავეხმარებოდით, არა სიტყვებით, არამედ კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით და მიღებული გადაწყვეტილებებით. დღეს უკვე თავად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უამრავ ოჯახს დავეხმარეთ და მათ მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ ის საკუთარი ფართები, რაც სახელმწიფოს მიერ იყო აღიარებული. დღეს მინდა უბრალოდ მოგაწოდოთ ინფორმაცია ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ კომპანია Jauken Buildings კოოპერატიული ბინადმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი კორპუსი ისნის რაიონში უნდა აეშენებინა. მახათას მთის მიმდებარე ტერიტორია იყო განსაზღვრული, თუმცა გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები, რამაც არ მოგვცა შესაძლებლობა იქ პროექტის განხორციელების და რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად უკვე განისაზღვრა კონკრეტული ადგილი ვირსალაძის ქუჩა ნომერ 12-ში, სადაც უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მშენებლობისთვის საჭირო ყველა წინაპირობა. ანუ აღნიშნული კომპანია აღნიშნულ სამუშაოებს იმისთვის, რომ კოოპერატიული ბინადმშენებლობით დაზარალებული ოჯახები დააკმაყოფილოს, ვირსალაძის ქუჩა ნომერ 12-ში განახორციელებს სამუშაოებს. აღნიშნული პროექტი ძალიან მასშტაბურია, რადგან საცხოვრებელი ფართებით 158 დაზარალებული ოჯახი დაკმაყოფილდება. ეს ის ოჯახებია, რომლებმაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში შეიძინეს ბინები, თუმცა დაწყებული მშენებლობის შეჩერების გამო მათი დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა და ისინი წლების განმავლობაში ელოდებოდნენ კუთვნილ საცხოვრებელს. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გადაწყვეტილებით სრულად არის დაცული თითოეული დაზარალებული მოქალაქის ინტერესი.
ამასთანავე დაცულია მუნიციპალიტეტის ინტერესებით, მუნიციპალიტეტი დამატებით მიიღებს საცხოვრებელ ფართებს, რომლებიც გამოყენებული იქნება მსგავსი სოციალური პროექტების განსახორციელებლად. აღსანიშნავია, რომ პროექტი განხორციელდება კაცრად განსაზღვრული ვადების შესაბამისად და თითეული დაზარალებული მოქალაქე ეტაპობრივად მიიღებს თავის კუთვნილ საცხოვრებელ ფართს. ჩვენ ესე იგი გვინდა რომ მთლიანად აღნიშნული პრობლემა დავასრულოთ, მოვაგვაროთ, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, ჯერ კიდევ არსებობს ესეთი კოოპერატივები, რომელიც საჭიროებს დაკმაყოფილებას, ჩვენ სამუშაო რეჟიმში ვიმყოფებით და მაქსიმალურად ყველას ხელს შევუწყობთ და ყველა ოჯახი აუცილებლად იქნება დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართებით. მინდა ასევე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც შევეხოთ, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალაქში უსაფრთხო გადაადგილება, გამართული საგზაო ინფრასტრუქტურაა. სწორედ ამიტომ ვიწყებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს საბურთალოს რაიონში. მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე მდებარე საავტომობილო ხიდის დემონტაჟს და ახალი ხიდის მშენებლობას. არსებული სახიდე გადასასვლელი სოფელ დიღომს ვაშლიჯვრის დასახლებასთან აკავშირებს, ის 3 მალიან ლითონის საავტომობილო ხიდს წარმოადგენს, რომლის სიგრძე დაახლოებით 64 მეტრია. სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა დეტალურმა კვლევამ აჩვენა, რომ არსებული ხიდის კონსტრუქციული მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, ის გახლავთ ავარიული, რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, ამიტომ ძველ დაზიანებულ ხიდს ჩაუტარდება დემონტაჟი და მის ნაცვლად სრულიად ახალი თანამედროვე რკინა-ბეტონის საავტომობილო ხიდი აშენდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 4 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს და 5 თვე დაჭირდება სამუშაოების დასრულებას. პირველი გაკეთდება ამ ავარიული ხიდის დემონტაჟი და აშენდება ახალი საავტომობილო ხიდი. სამუშაოების წარმოების პროცესში ხიდის სამშენებლო არეალში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. რაც შეეხება გადაადგილების სქემას, მთავრობის ხმის შემდეგ ჩემი თხოვნა იქნება, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, თუ როგორ მოახერხებენ გადაადგილებას. რა თქმა უნდა, ამ ტიპის და ამ მასშტაბური სამუშაოებს თან ახლავთ დისკომფორტი. კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა საზოგადოებას მოუხადო, თუმცა სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელი იქნება ამ პროექტის განხორციელება. ჩვენთვის პრიორიტეტი და მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანების უსაფრთხოება, უსაფრთხო გადაადგილება, ამიტომ ვერ დაუშვებთ ამ ავარიული ხიდის ფუნქციონირებას, ამიტომ როგორც კი მივიღეთ მონაცემები კვლევების შემდეგ, მაშინვე ჩაიკეტა აღნიშნულ ხიდზე გადაადგილება და უახლოეს დღეებში დაიწყება დემონტაჟი და დავიწყებთ ახალი პროექტის განხორციელებას. და მეგობრებო, ბოლოს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი საკადრო ცვლილებების შესახებ და წარმოგიდგინოთ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ახალი უფროსი. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ლევან მესხია, რომელიც სპეციალობით სამართალმცოდნეა. იგი დღემდე საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი შიდა აუდიტის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, გარდა ამისა აქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ლევან მესხიას გამოცდილება მე დარწმუნებული ვარ სასიკეთოდ წაადგება მუნიციპალიტეტის მერიას და ჩვენს ქალაქს. მინდა წარმატებები უსურვო ლევანს ამ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან თანამდებობაზე. რაც შეეხება აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ხვედელიძეს, მინდა მადლობა გადაუხადო გაწეული შრომისთვის, საქმიანობისთვის. გიორგი სხვა სახელმწიფო სამსახურში გააგრძელებს მუშაობას და მინდა ასევე ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვო. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, ახლა უკვე შეგვიძლია გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე და გადაწყვეტილებების მიღებას. მადლობა.